გურჯაანში IP მოქალაქეთა თანადგომას დაფინანსება გაესარდა. წელს უფასო სასადილოთი 400 მოქალაქე ისარგებლებს. ბენეფიციარებს კვირაში ორჯერ ხორციანი სადილით გაუმასპინძლდებიან, მენიუ ყოველდღიურად ცვალებადია. უფასო სასადილოში ჰასპის სტანდარტია დანერგილი. ჩვენ ვემსახურებით ადგილზე აქვს 300 ბენეფიციარს, 100 კაჭრეთში, თლიანი დაფინანსება გვაქვს 780,000 ლარი და აქედან პროდუქტი შესაძინათ არის 320,000 ლარი. რაც ხება ერთი ადამიანის კვებაზე და ხარჯება და ერთი ადამიანის კვებაზე დღეის მონაცემებით საშუალოდ იცვლება ეს რა თქმა უნდა 2.25-დან 30 თეთრამდე. გურჯაანის აგრარული ბაზრიდან მოდის სამშაბათს და ხუთშაბათს ახალი ნედლი ხორცი და იმით მზადდება სადილები. 1-6 წელია მაინც რაც ის არის რომ მე დავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ მეშვილი. ამ გაჭირებულ დროში რომ აი ერთენ მას ხალხის სამდენ საჭმელი აქვს და ყველაფერი გვაქვს თავის რიგზით. ანუ საკუთრებით კმაყოფილი ხართ? ძალიან კმაყოფილი.